მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და რა თქმა უნდა ძალიან აქტუალური თემები გვაქვს მიმდინარე კვირის განმავლობაში. ცხადია ჩვენ ვისაუბრებთ ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე აუცილებლად მინდა აღვნიშნო გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრა გამართა ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდსა და ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელთან აიუნა ნეჩაევასთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული შეხვედრა, გამომდინარე იქიდან რომ მოგეხსენებათ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილია 3 ქართული კომპანია, მათ შორის სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ნახეთ და ყველამ ერთად ვიზეიმეთ, ასე ვთქვათ, საქართველოს ბანკის უფრო ზუსტად რო ვთქვათ, Lion Finance გრუპის FTSE 100-ში შესვლა. ცხადია შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა სწორედ ქართული კომპანიების განსაკუთრებულ აქტიურობას კაპიტალის ბაზრებზე და მათ შორის რაღა თქმა უნდა ლოგიკურად ლონდონის საფონდო ბირჟაზე აღინიშნა მართლაც ქართული კომპანიების წარმატებული სვლა და ცალსახად ამ კონტექსტში განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს მიმზიდველობა და რეალური ვითარება თუ როგორ ახერხებენ საქართველოში კომპანიები, როგორ წარმატებით ახერხებენ საქართველოში კომპანიები ზრდას და იმ კონდიციამდე მისვლას, რასაც ქვია ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა და იქ წარმატებული საქმიანობა. ცხადია საუბარი შეეხებოდა ქვეყანასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და ცალსახად ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს ეფექტიან რეფორმებს, ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებს და რა თქმა უნდა განვითარების მიმართულებას კაპიტალის ბაზრის ნაწილში ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ რეფორმებს. ცხადია პროცესი და თანამშრომლობა ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით მათ შორის London Stock Exchange-თან გაგრძელდება. კვლავ მე დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ არა ერთი ქართული კომპანია უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე და რა თქმა უნდა ყველას ვუსურვებ, რომ გაიაროს ის გზა, რომელიც Lion Finance გრუპმა გაიარა FTSE 100-ის ინდექსში მოხვედრა, როგორც ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე Lion Finance გრუპის ხელმძღვანელი ბატონი არჩილ გაჩეჩილაძე, ეს არის არამხოლოდ ამ წინვალე ჯგუფის წარმატება, არამედ მთლიანად ქვეყნის წარმატება და გაყვალვა გზის, რომელიც გასავლელია და ეს არის გზა სწორედ წარმატებისკენ. დაუბრუნდეთ დღის მნიშვნელოვან საკითხს, ასევე მთლიანად კვირის საკითხი შეეხება ბუნებრივია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. გავიდა გარკვეული პერიოდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრიფინგიდან, სადაც ჩვენ ნახეთ პორტისთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, მართლაც შთამბეჭდავი გადაწყვეტილება, მსოფლიოში აპრობირებული გადაწყვეტილება პორტის შემდგომ მართვასთან დაკავშირებით, რომ დიახ, ნამდვილად პორტი იქნება ქართული, საქართველოს სახელმწიფო მართავს პორტს, თუმცა შერჩეული მოდელის თანახმად და განსაზღვრული მოდელის თანახმად ყველა დაინტერესებულ ქვეყანას რა თქმა უნდა შუადერების მონაწილე ქვეყნებს უპირატესად და არა მხოლოდ მათ შორის რა თქმა უნდა ცხადია დასავლურ კომპანიებს საშუალება ექნებათ მართვის პროცესში იყვნენ ჩართული. ძალიან ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს Business Insider-ი მთლიანად დისკუსიას, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრიფინგის შემდგომ განვითარდა მედიაში, ცალკეული პოლიტიკოსების თუ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ექსპერტების მხრიდან და ძალიან მცადედ გვეპოვა რაიმე არგუმენტი, რომელიც არსებული შემოთავაზებული მოდელის ელემენტარული ნაკლოვანების მიმართულებით რაღაცა გზებს გააჩენდა კონკრეტულ ნაწილში, რომ იქნებ აი ამ კონკრეტიკაზე მეტი გვემსჯება. თუმცა ფაქტია ერთი, ვერ მოიძებნა ვერც ერთი წონადი კვალიფიციური, ხაზს უსვავ კვალიფიციური არგუმენტი, რომელიც გვეტყოდა, რომ ლენდლორდის მოდელი ამ შემთხვევაში არის წარუმატებელი სადმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოლიდური მართვის ნაწილზე. ვინც მართვა არ იცის, ის ვერაფერს ვერ მართავს ამ შემთხვევაში არა მხოლოდ პორტს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ მართულ არის წარმატებული პროექტი შეგვიძლია ვისაუბროთ. ცხადია, ამ შემთხვევაში ანაკლიის პორტი სწორედ ეს ნაწილია მსგავსი ვერ ვნახეთ. ნახეთ სხვა ტიპის შეფასებები,
როგორც ყოველთვის არ ცდებოდა ორაობის კონტექსტ სამკუთხედა და კვლავ შორს ვიყავით კვალიფიციური დისკუსიისგან. შესაბამისად, ჩვენ უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ შესაბამის პლატფორმას ეკონომიკური ფორუმის საშუალებით, რომელიც მოგეხსენებათ არის საქართველოში ყველაზე უფრო დიდი პლატფორმა სახელმწიფო და კერძო სექტორის დიალოგ შორის და ჩვენ დიახ ამ პლატფორმის ფარგლებში სწორედ მზად ვართ ვუმასპინძლოთ კვალიფიციურ დისკუსიას ანაკლის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით და სამომავლო ტენდენციებთან დაკავშირებით. თუმცა მანამდე აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ჩვენ გუშინდელ ბიზნეს ინსაიდერში შემოგთავაზეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრიფინგის სრული ტექსტის შესაბამისი შეფასებები, თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბრიფინგზე, რომელზეც გონდა პატივი ასევე ყოფილიყავი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მხრიდან ძალიან ბევრ იქ ადგილზე დასმულ კითხვას გაეცა პასუხი, მათ შორის, ასე ვთქვათ, ოპოზიციური პარტიული მედიების მხრიდან იყო დასმული გარკვეული კითხვები, თუმცა კიდევ ერთხელ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბოლომდე უპასუხა ყველა კითხვას, რომელიც არსებობდა. ბუნებრივია, კითხვები არსებობდა მათ შორის დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან იქნა აღებული ეს ახალი მოდელი, კიდევ ერთხელ რა ფინანსების დამატებით მოძიება დაჭირდებოდა სახელმწიფოს, ხომ არ იყო გარკვეული უთანხმოება მანამდე არსებულ კორპორაციასთან, ჩინურ კორპორაციასთან და ასე შემდეგ. ყველა ამ საკითხზე ძალიან ამომწურავად გაეცა პასუხები და დღეს გადავწყვიტეთ ცალკეული ეპიზოდები ამ მიმართულებით შემოგვეთავაზებინა სწორედ ბრიფინგის უფრო ფართო ჭრილში კითხვა-პასუხის ნაწილიდან ნახოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთ-ერთი პირველი შეფასება სწორედ ბრიფინგის შემდგომ პერიოდში არსებული დისკუსიიდან. უდიდესი ინტერესია გამოხატული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ანაკლის ღრმაწყლოვან პორტში ჩართულობისა და ოპერირების თვალსაზრისით ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, რომ ანაკლის ღრმაწყლოვანმა პორტმა ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს გაზრდილი თვითნაკადების გატარება, მიღება, დამუშავება და შემდგომში უკვე რა თქმა უნდა გლობალურ ლოგისტიკაში ჩართულობა. ეს არის სწორი მოდელი, ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, ეს მოდელი უზრუნველყოფს ანაკლის უპირობო წარმატებას და ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებით შუადერების კონტექსტში. მინდა გამოვყო, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, გამოვყო უზბეკეთი, გამოვყო ყაზახეთი, ჩინეთი, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელშესახებად ზრდიან ტვირთებს და უზრუნველყოფენ თვითნაკადების მობილობას შუადერებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესები იყოს წარმოდგენილი ანაკლის ღრმაწყლოვან პორტში, რამე თუ ამ ქვეყნებიდან გენერირდება ტვირთები, რომელიც შემოედინება ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ განვაგრძოთ კოორდინირებული მუშაობა. იცით, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლამდე უზრუნველყოფს ჩვენი სატრანსპორტო სექტორის ძალიან სიღრმისეულ განვითარებას, 7 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოხდება დამატებით სატრანსპორტო სექტორში, რის ფარგლებშიც მოხდება მათ შორის ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ისევე როგორც დასრულდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ამავდროულად მოხდება ისტორიული პროექტი საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. ჩვენ ამ ინფრასტრუქტურას სრულ კოორდინაციაში ვანვითარებთ და ვახორციელებთ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. იცით, რომ დღეს დაახლოებით 15 მილიონი ტონა ტვირთი მოძრაობს შუა დერეფანში და ეს არის ის გამყარობა დაახლოებით, რომელიც დერეფანს გააჩნია და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ფაქტობრივად მივახციეთ იმ შეთანხმებას, რომ თითოეული ქვეყანა თავის ნაწილში განახორციელებს პროექტების განვითარებას, ინფრასტრუქტურის ზრდას და მშენებლობას იმისთვის, რომ მომავალი 3-4 წლის ფარგლებში, აღნიშნული დერეფნის ფარგლებში 15 მილიონი ტონა დაახლოებით 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და ზოგადად ყველა ქვეყნისთვის, რომელიც დღეს უკვე ჩართულია შუა დერეფანში, ისევე როგორც რომელიც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას სარგებლობს შუა დერეფნის სატრანსპორტო გზებით. დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი აქცენტი, რომ ამ მოდელში ეს იქნება უპირობო წარმატება ანაკლის პორტის და რამოდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, მათ შორის
იმ ქვეყნების ჩართულობის შესაძლებლობის გაჩენა, საიდანაც ჩვენ ველოდებით ტვირთბრუნვას. ცხადია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ანაკლიის ღრმა წყლოვან პორტზე, უპირატესად ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფნის საშუალებით გაზრდილ და პოტენციურად გასაზრდელ ტვირთბრუნვაზე, უკვე გაზრდილ და მომავალში კიდევ უფრო მეტად გასაზრდელ ტვირთბრუნვაზე. აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ყველაზე უფრო მსხვილი კვლევაა, ნავარაუდებია, რომ 3-ჯერ გაიზრდება 2030 წლისთვის ტვირთნაკადი აზიიდან ევროპის მიმართულებით, შუა დერეფნის გავლით. და ამ პერიოდის განმავლობაში არ იყო იმ კვლევაში აღნიშნული ჯერ ანაკლიის პორტი. ვინაიდან ამ დონეზე არ იყო საკითხი დასმული და ამ დონეზე არ იყო გადაწყვეტილებები მიღებული და ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტვირთების 3-ჯერ გაზრდაზე მხოლოდ ამ მოდელში, რომელსაც მსოფლიო ბანკი გვთავაზობდა, ცხადია აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ყველას ინტერესის გაჩენას და ყველა ქვეყნისთვის შესაძლებლობის გაჩენას ამ პორტში მონაწილეობის თვალსაზრისით, რომლებმაც პოტენციურად უნდა უზრუნველყონ ტვირთნაკადების გადაადგილება, მიიღონ სარგებელი ურთიერთვაჭრობიდან აზია-ევროპის მიმართულებით. აქ არის რა თქმა უნდა ჩინეთი, აქ არის კასპიის აუზის, ზღვის ფართო აუზის ამ შემთხვევაში ქვეყნები. და რა თქმა უნდა ჩვენ ეს მოდელი გვაქვს. იყო კიდევ საინტერესო მიმართულებები ბრიფინგზე, მინდა რომ ეს ნაწილიც ვნახოთ. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დღეს მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო პროცესი. მე ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ამ მოდელიდან გამომდინარე ჩვენმა გუნდმა უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო მუშაობა განახლებული გენგეგმის შექმნის და ასე ვთქვათ მოდიფიცირების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება მოდელის, რა თქმა უნდა, და ზოგადად პორტის ოპერირების სტრუქტურის ცვლილება. ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ფაქტობრივად დღეს გვაქვს უკვე მიღებული გადაწყვეტილება, რომ უნდა გადაიხედოს ის მოცულობები, რომელიც ჩვენ პირველ ფაზაში გვქონდა პირველ ეტაპზე წარმოდგენილი, რადგან ვფიქრობთ, რომ შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთნაკადიდან გამომდინარე საქართველოს პირველ ფაზაშივე შეუძლია ბევრად უფრო მეტი ტვირთის მიღება და გადამუშავება და გატარება, ვიდრე ეს იყო საწყის ეტაპზე წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ, რამე თუ ძალიან გაზრდილია ტვირთნაკადი ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში. ამდენად საწყის ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გეგმა გულისხმობს უშუალოდ მშრალი და ნაყარი ტვირთების კონტეინერების საგრძნობლად ზრდას და საკონტეინერო კომპონენტში ჩვენ პარტნიორებთან ერთად გვექნება კონსულტაციები იმისთვის, რომ შევაფასოთ ზრდის დინამიკიდან გამომდინარე ის საჭიროებები, რომელიც სპორტს ექნება. რაც შეეხება მოდელს, დიახ, ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, ეს ამავდროულად არის ყველაზე აპრობირებული და წარმატებული საერთაშორისო მოდელი. ამ მოდელის საფუძველზე ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ განმარტო, რომ საქართველო იქნება და საქართველოს ხელისუფლების ამ შემთხვევაში საქართველო იქნება პორტის ფლობელი, ეს იქნება ქართული პორტი. რაც შეეხება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, ეს არ მოხდება წილობრივი თანამონაწილეობით, ეს მოხდება უშუალოდ საპორტო ინფრასტრუქტურის, ამ შემთხვევაში სატერმინალო ინფრასტრუქტურის ოპერირების პირობებში. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქართული პროექტი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო, საქართველო იქნება ფლობელი პორტის, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ქვეყნების ჩართულობაზე, აქ ხაზგასმულია მოდელში და ეკონომიკის ხარჯი განვითარების მინისტრად დაადასტურა ძალიან დეტალურად, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ინფრასტრუქტურაში იმ სივრცეში და ინფრასტრუქტურულ სივრცეში თანამონაწილეობაზე ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კომპანიის და რა თქმა უნდა, მინისტრმა აღნიშნა კიდევ ერთხელ, რომ ველით ტვირთნაკადების დას და გადასახედია ცხადია პირველი პროგნოზი გაუმჯობესების ზრდის მიმართულებით და რეალობა არის ის, რომ ჩვენ გვექნება იმაზე მეტი ტვირთი, ვიდრე თავდაპირველ გათვლაში იყო ეს ყოველივე და ცხადია ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ბუნებრივია, როდესაც საუბარია სახელმწიფოს ფლობელობაზე და სახელმწიფოს მხრიდან მსხვილი ბერკეტის და სწორი ბერკეტის აღებაზე, ამ შემთხვევაში და სწორი მართვის მოდელის შეთავაზებაზე, ცხადია დაისვა საკითხი დაფინანსების მიმართულებით, ვინაიდან დაფინანსება ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხია, მოგეხსენებათ, რომ სწორედ ანაკლიის პორტთან მიმართებაში სახელმწიფო მნიშვნელოვანი ეკონომია გააკეთა სხვადასხვა ტიპის ხარჯების შეკვეცის ნაწილში, სხვათა შორის სახელმწიფოს მხრიდან არა ერთი მიმართულებით
სწორად შეფასებული ვითარებიდან გამომდინარე მოხერხდა თანხების დაზოგვა და შემდგომ განვითარებაში მართლა დაახლოებით ამ ნაწილთან გვაქვს საქმე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ გაზრდილ საერთაშორისო ინტერესს შუა დერეპანთან დაკავშირებით, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. საინტერესოა ამაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასება. სახელმწიფოს წინა პროექტის ფარგლებში და წინა კონცეფციის ფარგლებში უწევდა გაეკეთებინა მიმდინარე ინფრასტრუქტურა, რომელსაც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ტალღუჭრელი და ფსკერის დაღრმავება, რომელიც რჩება და უკვე მიმდინარე პროცესია, როგორც სახელმწიფო ვალდებულება, ასევე სახელმწიფოს უნდა მოეწყო რკინიგზა და ასევე დამაკავშირებელი გზა, რომელიც ახალი მოდელის ფარგლებშიც კვლავ სახელმწიფოს ვალდებულებად რჩება, თუმცა ჩვენ ახალი მოდელის ფარგლებში დაგვემატა ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც გულისხმობს ფუნდამენტური დამატებითი ინფრასტრუქტურის, ნავმისადგომების, კომუნიკაციების და სხვა თავდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას. რაც შეეხება დამატებით ინვესტიციებს, კვლავ რჩება კომპონენტი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასაწევი ინვესტიციებისთვის, ანუ კერძო ინვესტიციებს გულისხმობ თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც იქნება ანაკრილის ხმაწყლობა პორტში ოპერატორი, ერთ-ერთი ოპერატორი, მათ მოუწევთ რა თქმა უნდა ინვესტიციების განხორციელება იმისთვის, რომ სრულად აღჭურვონ ნავმისადგომები. დაახლოებითი, ასე ვთქვათ, რო შევაჯამოთ ჩვენ გეგმიურზე დამატებით ახალი მოდელიდან გამომდინარე დაახლოებით მოუწევს სახელმწიფოს 200 მილიონი დოლარის დამატებითი თანხის მობილიზება. დღეს შემიძლია ასევე ვთქვა, რომ იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდი ეკონომია გვაქვს გაკეთებული მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ტალღუტეხს გულისხმობთ ამ შემთხვევაში დაღმავებით სამუშაოებს 50-52 მილიონი დოლარის ოპტიმიზაცია განხორციელდა და ნაცვლად ამდენად 250 მილიონი დოლარისზე სახელმწიფო დამატებით 200 მილიონ დოლარს მოაბილიზებს იმისთვის, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურა შეცვლილი მოდელიდან გამომდინარე დააფინანსოს. დაფინანსების მოდელი იქნება სტანდარტულად ორივე, ეს იქნება საბიუჯეტო, ისევე როგორც თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან დიდი ინტერესი არსებობს ანაკრილის ხმაწყლოვან პორტში ჩართულობის, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ისევე როგორც საერთაშორისო პოტენციური ოპერატორების მხრიდან. დიახ, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია კიდევ ერთხელ ამ კუთხით არანაირი კითხვის ნიშანი განსაკუთრებით დაფინანსების მმართველობით არ ჩანს პირიქით, ყველაზე უფრო მეტად, ყველაზე უფრო სწორ მოდელზე მივდივართ და ძალიან განსახარია სახელმწიფოს მხრიდან სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრმა ბრიფინგის დროსაც და აი ახლა ჩვენი სიუჟეტის ნაწილში კითხვა-პასუხის დროს შესაბამისად, როგორც უკვე აღნიშნეთ, არაერთხელ ახსენა თამდევი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გულისხმობს ამ შემთხვევაში მაგალითად სარკინიგზო ნაწილის განვითარება, რომელიც მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაწილია პორტის წარმატებული ფუნქციონირების, არა მხოლოდ, მაგრამ ამავდროულად პორტის წარმატებული ფუნქციონირებისათვის და შესაბამისად, აქ ბევრი აქცენტია, ასე ვთქვათ, გასაკეთებელი ამ განვითარების ნაწილში, არა მხოლოდ რკინიგზის მიმართულებით, არამედ სატრანსპორტო, სხვა სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით საავტომობილო ნაწილს გულისხმობ ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე იმისთვის, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები მაღალ ტემპში და სწორი მიმართულებით განხორციელდეს. თუმცა ამავდროულად, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებაზე, არ უნდა გამოგვჩეს ის ფაქტიც, რომ სარეიტინგო სააგენტოები, მათ შორის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები, მაგალითად ერთ-ერთი ბოლო ნაწილი Moody's იყო ამ კუთხით, აფასებენ განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად შუადერეფნის კონტექსტში საქართველოს ინფრასტრუქტურას. და შესაბამისად, ცხადია, სწორედ სარეიტინგო სააგენტოების მსგავსი შეფასებები უზრუნველყოფს დამატებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას სახელმწიფოს აქტივობასთან ერთად მსხვილი ინფრასტრუქტურული განხორციელების პროცესში. ნახოთ პირველი გრაფიკა, სადაც ჩვენ Moody's-ის შეფასებას ნახავთ, სადაც აღნიშნულია, რომ შუადერეფნის განვითარებასთან დაკავშირებულია არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი და რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში გულისხმობა მათ შორის ანაკრილის ღრმაწყლოვანი პორტი, თუმცა ამავდროულად საუბარია ფოთის პორტთან დაკავშირებული ვითარებაზე კიდევ ერთხელ არანაირად ანაკრილის ღრმაწყლოვანი პორტის ნაწილი არ აკანინებს რაიმე ფორმით ფოთის პორტის განვითარების მიმართულებით პირიქით. ამ კუთხით ვხედავთ ჩვენ ფოთის პორტის განვითარებას ამ წილში, რა თქმა უნდა, აქ საუბარია მათ შორის
თლიანობაში ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის მიმართულებაზე ვაზიანში დაგეგმილ ახალ აეროპორტზე და როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ პროექტების სრულყოფილად განხორციელებაზე, ცხადია ეს არის სწორედ წარმატება შუადერეფნის შემდგომი განვითარება. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება სადაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ უკვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობას, ხომ, რადგან ჩვენ საუბრობთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზად არიან, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტად ანაკლიაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ჯამში ინფრასტრუქტურული მიმართულებით ჩვენ ვხედავთ სწორედ ფინანსის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაცია საქართველოსა და რეკონსტრუქცია განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაზე ჩვენ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გქონდა საუბარი, სადაც იყო სწორედ აქცენტი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით 372 მილიონი. საუბრობდით ამ თანხაზე, რომელიც ბუნებრივია ჯამში შეიძლება მნიშვნელოვან წილად გაიზარდოს, ვინაიდან სწორედ ამ კუთხით ცხადია დაგეგმილია დამატებით საქართველოს სარკინიგზო შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაზრდა, მათ შორის ლოკომოტივების შეძენის ნაწილი, ისევე როგორც მთლიანობაში რკინიგზის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება სადაც ჩვენ შევხედავთ სწორედ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან განცხადებას ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ამ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები გაზრდის შუადერეფნის გამტარუნარიანობას, ბუნებრივია, რაც ცხადია უზრუნველყოფს ქვეყნის კიდევ უფრო სატრანსპორტო შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტ ზრდას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯამში, როცა ჩვენ საუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, არ უნდა დავიწყოს ინფრასტრუქტურული პროექტები ცალკე განყენებლად, როგორც ასეთი არავის არაფერში არ ჭირდება, თუ ჯამში ეს ყველაფერი არ მომსახურა მოსახლეობის კეთილდღეობას, ანუ ჯამში ეკონომიკურ ზრდას და რა თქმა უნდა, მთელი აქცენტი ამ შემთხვევაში არის გადატანილი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაზე და ბუნებრივია, სწორედ ამას ემსახურება მათ შორის ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილება. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც კვლავ მინდა დაუბრუნდე უკვე კვლავ კონკრეტულად ანაკლის პროექტს და მინისტრის შეფასებებს ამ კუთხით, რომელიც ჩვენ მოვისმენთ ბრიფინგიდან და ბრიფინგის შემდგომ კითხვა-პასუხიდან, რა თქმა უნდა, ანაკლის განვითარება მნიშვნელოვანია, რომ დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს. სწორედ სახელმწიფოს წამყვან როლზე იყო მთელი აქცენტი გაკეთებული ამ შემთხვევაში სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ფორმირების ნაწილში და ამავდროულად უნდა შეიქმნას შესაბამისი კონკურენტული გარემო. კონკურენტული გარემო იმისათვის, რათა არაერთ მონაწილეს პარტნიორ ქვეყანას და კომპანიას შეეძლოს ჩართვის შესაძლებლობა. და იყოს აქ კონკურენცია, რა თქმა უნდა, პარტნიორი ქვეყნების და კომპანიების მონაწილეობით, იყოს კონკურენცია საქართველოს სახელმწიფო ქმნის შესაძლებლობებს. პარტნიორი ქვეყნების და კომპანიების ჩართულობის შესაბამის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც კიდევ ერთი მთავარი ასპექტის ხაზგასმა, ეს იქნება ქართული პროექტი. სახელმწიფო იქნება ანაკლის ხმაწყობანი პორტის მფლობელი. დიახ, ეს იქნება ქართული პროექტი, ქართული პორტი უფრო კონკრეტულად და რა თქმა უნდა, აქ იქნება სახელმწიფოს მთავარი როლი. საქართველოს სახელმწიფო განავითარებს ამ პროექტს და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ამ ნაწილში აქცენტი იმასთან დაკავშირებით თუ რა მოდელზე ვსაუბრობ, თუ შეიძლება შემდგომი გრაფიკა, სადაც ჩვენ ვხედავთ ვითარებას ამ შემთხვევაში ლენდლორდის მოდელი. სად ოპერირებს ეს მოდელი? სად არის წარმატებული? მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ბელგიაში, სინგაპურში, შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. ნიდერლანდებში მათ შორის და არაერთ ქვეყანაში რა თქმა უნდა სწორედ ლენდლორდის მოდელი არის ძალიან წარმატებული მოდელი, ყველაზე უფრო მეტად აპრობირებული ნაწილი ამ კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ამ მოდელზე გავდივართ, რომელიც სრულიად სხვა რეალობაში გვაქვს, როგორც მინისტრიც აღნიშნავდა, საქართველოს საერთაშორისო ინტერესის არეალში სულ უფრო მეტად ხდება და შემდგომი გრაფიკა აუცილებლად მინდა შევხედოთ ვითარებას ჩინეთის ელჩთან დაკავშირებით, ჩინეთის განცხადებასთან დაკავშირებით, თორემ სულ იყო ამაზე აპელირება, მათ შორის რაღაცა უშინდელ სხვადასხვა შეფასებებში და ზოგადად ბრიფინგის შემდგომ შეფასებებში, ამ შემთხვევაში რა მოხდა ჩინურ მხარეს. ჩინეთის ელჩის ოფიციალური განცხადება, ჩვეულებრივად მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ჩინური კომპანიები ასევე ჩაერთვებიან პროექტს თავისუფლად შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.
რომ რა თქმა უნდა ეს არის შესაძლებლობა მათ შორის ჩინური კომპანიებისთვის, რომ ჩაერთონ ანაკლიის პროექტის განვითარების ნაწილში იმ შემოთავაზებული მოდელის პირობებში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დაანონსა და შემდგომი გრაფიკა ამ თვალსაზრისით, სადაც ასევე ცხადია ელჩის შეფასება ამ კუთხით ბუნებრივია აქ საუბარია რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის ნაწილში, რა თქმა უნდა ეს შეეხება როგორც შუადერეფნის ნაწილში, ისევე ბუნებრივია ვაჭრობის, ტურიზმის და მთლიანად ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების განმტკიცების მიმართულებით. ამ კუთხით ჩვენ ხედავთ მუდმივ და ძალიან ძლიერ თანამშრომლობას საქართველოსა და ჩინეთს შორის, ასე რომ ამ თვალსაზრისითაც არანაირი ტიპის სპეკულაციების ადგილი უბრალოდ არ არსებობს. ეს რაც შეეხებოდა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის შესახებ კიდევ უფრო დეტალიზებულ საუბარს, ძირითადი აქცენტების, რომელიც ჩვენ ნახეთ, რა თქმა უნდა ჩვენ პორტთან დაკავშირებით საუბარს და დისკუსიას როგორც უკვე გადაცემის დასაწყისის აღვნიშნეთ, გავაგრძელებთ აუცილებლად მათ შორის ჩვენი გადაცემის ფორმატში და რა თქმა უნდა ჩვენი გადაცემის ფორმატში ჩვენ ნახავთ არა ერთ კომპანიის ლიდერს კერძო სექტორიდან, რომლებიც სწორედ შეაფასებენ სახელმწიფოს მხრიდან ამ გადაწყვეტილებას და გაგვაცნობენ საკუთარ მოლოდინებს. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერში. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.